მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. არას კუთხე არის ჩემი გვერდი. ჩაისტა. ცოტა პირადი კონსულტაციები არის ყველაფასე. ეზოთერიკა არის მეცნიერება და პასუხი მიპასუხა სხვათა შორის ადამიანმა თქვენ თუ ტარო და ყავაში ჩახედვა და მკითხაობაო ეს გონია თუ ეზოთერიკაო წადი რა იმკურნალეო რაღაც ცოტა შეურაცხყოფის სავით მაგრამ ეხლა მე რატომ მივიღებ შეურაცხყოფას ეს იმას ნიშნავს რომ თურმე არც კარგი ხედვა ჰქონია ადამიანს არავის არ ვიმართვები კაცო არც პროგრამაში მყავს არც მომტერები არც არაფერი უბრალოდ რაც არის იმას ვიტყვი ხო ეხლა მაშინ თუ კი ხედვა აქვს ადამიანს და რაღაცა ცოტა ამხელა ამბიცია უნდა დაენახა რომ ცოტა ჩემი შეხედულებები მკითხაობის დონეზე ნამდვილად არ ვითარდება რაც შეეხება ეზოთერიკა მეცნიერება არ არის და ძალიან სასაცილო ეს იგივე თემა არის ერთხელში მოდი ასე ვთქვათ პირჯვარის და ხატი უჭირავს ჯვარი ხელში ადამიანს და მეორე ხელში ტარო და რაღაც ეს არის უბრალოდ გალამაზებული ფორმა ადამიანები რომ არ დააფრთხონ სინამდვილეში რა არის ეზოთერიკა რა თქმა უნდა ეხლა ეს ჩვენზეა დამოკიდებული ამ ინსტრუმენტებს როგორ გამოვიყენებთ მაგრამ რაც არ უნდა იყოს მეცნიერებას ვერ დავარქმევ იმიტომ რომ კარგი რაც არ უნდა ფრთხილად და ნათელი ენერგიებით იმუშაოს ადამიანმა და რაღაცა დაიცვას წესებიდან ტარამტურუმ მე გეტყვით ესეთ რაღაცას მაგია არის მაგია მეცნიერება არ არის და თუ კი ადამიანი ეხება დესტრუქციულ ძალებს რასაც შავი მაგია ქვია უკაცრავად ეს უკვე დაბალი ვიბრაციები არის მაინც რაც არ უნდა იყოს ეს სასიყვარულო შელოცვები და რაღაცა რაც არ უნდა ქული სპეციალისტი იყოს მაინც დაბალი ვიბრაციების თემა არის რომ იცოდეთ და რომ განვიხილოთ და ეს არ არის მეცნიერება იმიტომ რომ ბევრი შელოცვები როდესაც შავ მაგიას ადამიანი ხელს მოკიდებს იქ უკვე ჯვრის უარყოფა შელოცვებში ხატის უარყოფა ღმერთის უარყოფა ჯვარზე ფეხის დაბიჯება სასაფლაოს ძირითადად შელოცვებში ისედაც თუნდაც დემონების გამოძახება ეშმაკების გამოძახება ესეთი რიტუალები არის ჩემო კარგებო და ეხლა ეს რა ვიცი მეცნიერება როგორ არის მეცნიერება ხო ადამიანმა ანუ ვერ დაინახა სწორად ჩემი მე ერთ რაღაცას გეტყვით ჰიპნოზი მოდი განვიხილოთ ეხლა არის რომ და ტარო ჯერ ერთი ტაროსაც მიმართავდა ეს ადამიანი თუ რა ვიცი ეხლა ჩაუგდებს და მოისმენს კი ბატონო მოისმინოს ვიცი რომ იყენებდა ტაროს მაგრამ ეხლა რადგანაც სხვა ლეველზე გადავიდა და ტაროლოგებს ცოტა ისე მოიხსენიებს მოდი ასე გეტყოდით მეც განვიხილავ აი თუნდაც ეს ჰიპნოზის თემას რომელიც მიდიან ადამიანები და გონიათ რომ რაღაც განიკურნა რაღაცა მოწესრიგდა არა ჩემო კარგებო ჰიპნოზით შეიძლება ადამიანს შეუცვალოთ ცნობიერი ჩვეულებრივად დააჯერო დაარწმუნო რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და ჰიპნოზით თქვენ წარმოიდგინეთ საკუთარი ვინაობა შეიძლება ადამიანს დაავიწყოთ
რაც შეეხება ის საცოდავსაწყალი ხალხი, ესე რომ მიდიან და პირდაპირ ჰიპნოზის ქვეშ წვებიან და რაღაცებს, კი ბატონო, შეიძლება რაღაცა ინფორმაციები ახლა უთხრას წინა ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არის ჩემო კარგებო, ძალიან კარგი იარაღი, იმიტომ რომ მე პირდაპირ გეტყვით. ეს არის დაფარულის ძიება მისი მხრიდან. ადამიანი ეძებს ზუსტად იმ მაგიურ ხელსაწყოებს, შესაძლებელია რომელიმე თქვენთაგანი წინა ცხოვრებაში მართლა იყავით უნიკალური ცოდნის ნახეთ ცოდნა ჰქონდათ, ან შესაძლებელია ჯადოქრები იყავით, არ არის გამორიცხული. და ამ შემთხვევაში ზუსტად ძალიან ბევრი წიგნები გაუქმდა, ძალიან ბევრი ინფორმაციები ისე არის დაცული, რომ იქ ასე ადვილად ფეხი არ მიუწვდება ადამიანს და რომც მიხვიდე ვერ წაიკითხავ, უბრალოდ ვერ წაიკითხავ, იმიტომ რომ იმას სხვა ესე რომ თქვა საფარი აქვს გადაფარებული, რომელიც უნდა მოიხსნას, ნახეთ, გადაშლი წიგნს და წიგნი არის ჩათვლილი წარიელი. თავისი ისო მჭირდება. და ხელმისაწვდომიც არ არის, მაგრამ რაც არის ხელმისაწვდომი, ნახეთ, აი ის ძლიერი წიგნების ყველაფერი არის ყველაფერი გამქრალი. ეს არის ზუსტად ძიება ჰიპნოზით წინა ცხოვრებაში გადავიდეს იმ ადამიანის ცნობიერში, ნახეთ, და მოძებნოს, მოგექოს იქ ინფორმაცია. იქ თუ რამეს ამოგექავს, იმას თქვენ გეტყვით, როგორ ფიქრობთ ახლა და იმ ადამიანს ეტყვის, იქ რა ინფორმაცია შეიძლება რომელიმე მართლა ჯადოქარი იყო. შეიძლება, მოდი ასე ვთქვათ, სოლომონის ბეჭედი და წიგნი, რომელიც ესე ძალიან მაგარ რაღაც არის. შეიძლება ზუსტად მაგის გასაღებს მიაგნოს ადამიანმა. ხო, ასე რომ ეს ნახეთ, როდესაც მე ასე ვიტყოდი ახლა მე არავის პროფესიონალებს არ ვეხები, მაგრამ ესეთი კუთხით რომ გაგესაუბრება ადამიანს და ცოტა შეურაცხმყოფელი ვიცით რა, ცოტა აიმაღლე რა, ვიბრაციები და რაღაცები ესე თქვენ არ გესმით და ყავის დონეზე მკითხაობა ეს თუ გონია თქვენ ეზოთერიკა, მაშინ კი ეკუთვნის მე აქედან ზუსტად ესეთი პასუხი გავცი ამ ადამიანს. შეგიძლიათ კი ბატონო მიურბენინოთ, რა ვიცი ახლა. მე დაპირისპირებას არავისთან არ ვაპირებ, ეს არის აზრი, რომელიც ვიღაცამ უნდა დააფიქსიროს. და ყოველ შემთხვევაში, როდესაც მაღალ საფეხურებზე ხარ და რაღაცა, ამდენი არ უნდა შეეშალოს ადამიანს, ესე არ უნდა მიმართონ. როგორც მომმართეს. ასეთი ფორმით გქონდათ თქვენ ეს ჰიპნოზის თემები დაფიქსირებული და განხილული? კარგი, ჩემო კარგებო. ვნახოთ ახლა ვინ მელოდით, რა გინდოდათ, როგორ გინდოდათ. ძალიან გაბრწყინებული, რა ხდება? მატება გაქვთ, სიხარული გაქვთ, ბავშვი მოდის, სიხარული მოდის, ბედნიერება მოდის. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც არის აქ ის მომენტი, რომ აი ანათებთ ფაქტიურად, ბრწყინავთ. და ბოლოს მაინც კიდე ერთ რაღაცას ვიტყოდი, ამიტომ არ უნდა შეეხოთ ადამიანებს, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთნაირად, იმიტომ რომ კი ბატონო, აი აქ ზუსტად ის მომენტი გვაქვს, აღარ გვინდა დავასრულეთ. გაბრწყინების ძალიან დიდი ბედნიერება შესაძლებელია ეს არის სიხარული, წარმატება, შეიძლება რა არის, იცით, რაღაც ისეთი კრეატიული აზრი დაგებადოთ, გაგიჩნდეთ, რაღაც იდეა, ხო? არ არის გამორიცხული, ასე მოხდეს. თუ თქვენ რამე საკითხი გაინტერესებთ, მე პირდაპირ გეუბნებით დიახ და აქ არის პოზიტიური განწყობა. დავასრულე ხო გაშლა? კარგი, ნახოთ, რა იქნება შემდეგ ამ ყველაფრის მერე. რა თქმა უნდა, უკვე თქვენ ამ პოზიციაზე ხართ, რა იქნება გეგმა, რომელიც აუცილებლად უკვე თქვენ გაქვთ და პიროვნება. იცით რა არის? აქ
მე ახლა არ ვიცი ეს უფროსი არის ვისთვის რა გაშლა გაინტერესებთ თუ პიროვნება, მაგრამ ეს არის ძალიან შემდგარი პიროვნება, რომელსაც უკვე გეგმა აქვს. თქვენ ამას იცნობთ, საქმე ამაშია. წარსულიდან უკვე იცნობთ, ხო? ეხლა გაიცანით არა, ანუ იცნობდით, მოდი ასე ვთქვათ, წლების წინაც. ან ერთი წლის წინ მაინც. კი ბატონო, კარგით ვნახოთ მაშინ ამ ადამიანს რა იდეა აქვს, ან შესაძლებელია თქვენ ხართ ზუსტად იმ პოზიციაზე რაღაც როგორ არის, იცით, მაშინ თანამდებობა თუ არ დაიკავეთ, რაღაცა ხართ აი იმ პოზიციაზე, რომ მოდი ასე ვთქვათ, თქვენ სიტყვას გაითვალისწინებს ადამიანი, მოგისმენთ, არ აქვს მნიშვნელობა, კაცო, მე მანდ ძველ ბიჭურს და იმას გაგების და ესეთ იმდეს კი არ ვიმეშვები საკაჩაოდ ემას. ნახეთ, პედაგოგს უსმენენ, ექიმს უსმენენ, მუსიკოს უსმენენ, მომღერალს უსმენენ, მაგრამ აქ მე მომღერალ და მუსიკოსი კი არ მყავს მხედველობაში, ან მსახიობი უყურებენ. ეს არის ადამიანი, რომელსაც დავშახა პედაგოგი, ფსიქოლოგი, ტაროლოგი აქ, ტაროლოგზე არ მაქვს ლაპარაკი ამ წუთში. ან ექიმი, აი ესეთი შესაძლებელია უბრალოდ ძალიან წარმატებული ადამიანი უკვე, ასე რომ ვთქვათ, ამის დარჩეული ლუბიო იჭმევაო, აი ეს თემა არის აქ ჩემოკარგებო. კარგით ვნახოთ როგორ განვითარდება მაშინ ამ ადამიანს თუ რა გეგმა აქვს, როგორ განვითარდება, რა უნდა. ძალიან მოუხმარელი შეიქნა ეს დასტები, აი იმიტომ გამოვიწერე, რომ ვითომ შემეცვალა, მაგრამ იმ დასტას არაფერი აღარ მერჩევნია. რა უნდა? გაგიკვირდებათ და შეიძლება არც გიკვირთ, მაგრამ აშკარა აქ ადამიანი ცოტა კი არა, მოდი გულგრილიც არ არის, ესე ვიტყოდი, ხო? თუმცა მე მაინც მგონია, რომ რაღაც შესაძლებელია რჩევა მოგცეთ, შესაძლებელია დახმარების თემა იყოს, აი მჭირდები, მაგრამ ეს არ არის გამომყენებლობითი თემა, იმიტომ რომ გამომყენებლობითი ეს ნამდვილად არ არის. ეს არის ურთიერთობა პირიქით. აქ ძალიან დიდი დარდი აქვს დავუშვათ იმაზე, რომ ან დაკარგოთ, ან რაღაცა ესეთი თემა ამას ნამდვილად არ უნდა. კარგი, რას მოგიტანდეს ადამიანი, ესე რადგან შემოეჭრა თქვენს ჯერ თვითონაც არ იცის, რას მოგიტანთ, მაგრამ აშკარად არის ის მომენტი, რომ თითქოს იდეა თუ რაღაც უნდა რომ შემოგთავაზოთ. მოდი ცოტა ესე რომ გავანათოთ. ანათებს თუ ვერ ანათებს, აბა ესე აი განჯი რას მოგიტანთ ეს ადამიანი სიძლიერეს. იცით რა არის, აქ მაინც მე მგონია, რომ ურთიერთობა ცოტა ისე განვითარდება, რომ არ არის გამორიცხული ფიზიკურ დონემდეც კი მივიდეს, იმიტომ რომ აქ ვერ გელევათ, მოკლედ შელევის მომენტი ნამდვილად არ არის. კარგი, რას მოგიტანთ კიდევ ეს ადამიანი. სხვათა შორის მე მგონია, რომ აქ ვიღაცა თუ აქამდე ცოტა გიჭირდათ ეს თემა, რომ არ გესაუბრათ და ძალიან გულუბრყვილო და მიამიტი იყავით, რაღაც აი ამ მომენტს ამუშავებთ საკუთარ თავთან. ეს არის ის, რომ მოდი სიჩუმეს ისწავლით, მოდი რაღაცა გადახარისხებას ისწავლით. ახალსაწყისზე გადადის თქვენი მდგომარეობა, მე უფრო მაინც ასე მგონი. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცები სამოგზაუროთაც წახვიდეთ აქ. და დავუშვათ რაღაცა თავგადასავალი გქონდეთ, ან ცხოვრებისეული თავგადასავალი. რაღაც ესეთ პოზიციაზე მიფიქსირდებით. უეჭველი რაღაც იქნება თქვენში. და იცით რა არის, ჯერ ერთი აქ სულ ოპტიმიზმი არის, ერთმანეთს ისე ავსებთ, რომ ეთყობა ერთმანეთს რაღაც ბიძგს აძლევთ, ხო? რომ დავუშვათ აი
ინტერესი გაუჩნდეს დაუშვათ საქმის მიმართ, სიხარული გაუჩნდეს, აი რაღაც ესეთი დამოკიდებულება მიფიქსირდება. სხვათა შორის ძალიან კარგი ამდენ ჯერ კაიხანია მე არ დამფიქსირები ესეთი პიროვნება, რომ რაღაცა ცოტა ესა ტოქსიკურში არ ფიქსირდებოდეს და რაღაცა და ავიჩხუბები და რამე ასეთი რაღაცა არ პირიქით ძლიერდებით აქ და მე ვფიქრობ, რომ თქვენი შესაფერისი და უფრო მეტად ძლიერი პიროვნება შემოდის მაშინ ან არის უკვე ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში თითქოს უკვე არის ესე ვიტყოდი ხო აქ ის მომენტი არის რომ რაღაც აი გამოღვიძების მდგომარეობაც კი გაქვთ შეიძლება სულიერად ზუსტად აი როგორ არის იცი ძალიან დიდი ხანია ალბათ ვიღაცა ცდილობდით ეს რამე თუ ქონდათ შეიძლება ვიღაცა დასალებზე იყო დამოკიდებული ვიღაცა არაჯანსაღ ცხოვრების წესზე იყო დამოკიდებული ვიღაცა ბევრ საკვებზე იყო დამოკიდებული აი აქ და ვერ ანებებდით ამას თავს რაღაც მომენტი ხდება ისეთი რომ ამ ყველაფერს როგორ არის იცით აი გამოიღვიძებთ რაღაცა თითქოს აი მძინარი ადამიანი იყოს და გაიღვიძა ტოვებთ ამ ყველაფერს და იწყებთ თავიდან, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ფორმაში დგებით, ანუ თავისუფლდებით, აი ამ არაჯანსაღი რაც არის აზროვნება თუ უფრო კვება არის შეიძლება რაღაცა ხო გასუქთა ზედმეტად და ყოველ შემთხვევაში აი განთავისუფლება მაგ ყველაფრიდან შემოკარგებო. და იცით რა არის მე მაინც მგონია რომ თუ კი რამე იყო უდანაშაულობას ეხება აქ რამე ცოტა ისეთი ვარიანტი არის რომ შეიძლება ვიღაცამ თავისი უდანაშაულობაც თუ მართლა რამე ასეთი არის იმიტომ რომ რატომღაც მოდის ესეთი ენერგიაც ვიღაცამ თავისი უდანაშაულობაც კი დაამტკიცოს და ეს ეხლა რა ფორმატში გაქვს დასამტკიცებელი სასამართლო ფორმატია პიროვნება ამ ადამიანთან არის და ზოგადად ხო ნახეთ ეს უკვე თქვენ განსაზღვრეთ ხო მაგდენს უკვე მე აღარ ვეძებათ კარგი ნახოთ ამ დავუშვათ თქვენ ნახეთ თავისუფლდებით კიდევ უფრო ამ არაჯანსაღიდან აქ ვიღაცა კი სწავლობს მოდი ენაზე კბილის დაჭერას როგორც ეს ყველაფერი მე როგორ იქნება როგორ წავა თქვენი ცხოვრება თქვენი სწავლით თქვენი თავის დაცვა საქმე ამაში არის ხო თქვენი ნახეთ საკუთარ თავს დავუშვათ ხანდახან არის რომ ძალიან ზედმეტად იცავს ადამიანი საკუთარ თავს და სინამდვილეში კი არ იცავს ამ შემთხვევაში არის რომ პირიქით აბრკოლებს და აჩერებს ეს უკვე მას გონია რომ იცავ და სინამდვილეში შეაჩერე რაღაცები ხო აი ამ ქედან გამოდიხარ ჩემო კარგო რაც შეჩერებული მომენტი იყო თქვენთან და პირიქით სწავლობთ დაცვას და არის მომენტალური წინსვლა ეს უკვე იმას ნიშნავს რომ აქ დავუშვათ ახლა მოდი ასე ვთქვათ გვირაბი რო გაიყვანოთ მთაში ისეთი მომენტი არის იმიტომ რომ აქ არის რაღაც გამარჯვება შეიძლება რაღაც დაჩქარებული გადაწყვეტილებებით დობის მომენტიც კი გიფიქსირდება, აი დავუშვათ ნების ყოფა, კონტროლზე გადადიხართ, კი აქ ნდობის ფაქტორი იღვიძებს თქვენში თუ დავუშვათ ამდენი ხანი ეს უნდობლობა იყო და აი თუნდაც ვინმესთან იცავდით თავს ნდობა არ ქონდათ და დავუშვათ ურთიერთობაში ვერ შედიოდით აი ამის გამო, აი აქ რაღაც ნდობის ფაქტორი იღვიძებს. კარგი, რაც მოხდება, საინტერესო კომბინაცია დაიწყო სხვათა შორის მე ამდენი ხანი რატომღაც ეს არ დამფიქსირებია, ასე მგონია, ხო, არ გამიჟღერებია. აი ეს არის ზუსტად კი ბევრთან ესე არის, ნახეთ, თუ კი თქვენ ნდობა გიჭირდათ ურთიერთობაში და ვერ შედიოდით, აი ეს და ნამეტანი ხო ეხლა ეს არის ზუსტად როდესაც არ შედიხარ, ხო, იცავ საკუთარ თავს და საკუთარ გრძნობებს და რაღაცებს, რომ არ მოხდეთ ტოქსიკურში და ასე რომ ვთქვათ გულის ტკენის პოზიციაში ხო აქ ნდობის ფაქტორი ფიქსირდება უკვე მაგრამ ცოტა დაჩქარებული პროცესით რო წავით ეს რაღაც განვითარდეს ეთყობა ამ ადამიანთან ნდობასაც მოიპოვებს ეს თქვენთან და რაღაც სწრაფად განვითარდება ურთიერთობა კარგი რას მოგიტანთ კიდევ ეს საინტერესოა
ცნობიერი სამაღლება, რას მელაპარაკებით. აქ ძალიან ბევრი რაღაცის გააზრება გაქვთ. ის რაც თქვენ ნახეთ, სულ ახალ საწყისზე გადადიხართ, ჩემო კარგებო. ძალიან მაგარი გაშლა არის, იმიტომ რომ ნახეთ, აქ არის ის მომენტი, რომ რაღაც რომ ვერ იცნობიერებ, რაღაც რომ არ გინდა დაიჯერო შეიძლება. ხო არის, რომ ეს როგორ გააკეთ ადამიანმა, ან არის ისეთი მომენტები, ან განიცდი ძალიან ფსიქოლოგიურად რაღაცის შეიძლება ვიღაცა შიში აქვს, კომპლექსი აქვს, შიში მთლად არ მიფიქსირდება, მაგრამ მაგალითისთვის მომყავს. ხო, მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენ უფრო ბევრი რაღაცის გააზრება მოხდება თქვენთან, რომელიც ისევ ახალ საწყისზე გადაგიყვანთ. ეს არის წარმატებული საწყისი უკვე. აი ის რაც თქვენ ნახეთ, ემოციურად განიცდით, ხანდახან არის აქ ფსიქოლოგიური, შეიძლება ღამის საათებში უფრო მეტად ჭარბობს, ხო, ფსიქოლოგიური მომენტები, ან ნერვიული ფონი, ან რაღაც არის განიცდით. მაგრამ აი ზუსტად გააზრების მომენტი დგება და რა ვიცი, ახალ აზროვნებაზე, ახალ საწყისზე გადასვლა. რას მოგიტან კიდე მოდი აბა ვნახოთ სტაბილურობას. აქ ბიზნეს თუ იწყებ, ბიზნესი აუცილებლად გამოგივათ არჩევანის გაკეთება, ჰარმონია, რომანტიკა, ურთიერთობა, მეგობრობა. ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება, ეს უკვე ესე რომ ვთქვათ, დაგვირგვინება. ხელა ბედნიერება. ეს აიღო ახლა რა მოხდა აქ. რა წერია? ამას ახლა არ საკითხავ, რას მოგიტანთ ეს ყველაფერი ერთად? თანხების დაგროვებას, ჩემო კარგებო. რაღაც შეგროვება მატერიალური მხარის თუ ბიზნესი არის, მაშინ ეს ბიზნესი იქნება ძალიან წარმატებული და ნახეთ ნაყოფიერი. ესე იგი ეს გაშლა ვიღაცას აუცილებლად უნდა მოგესმინათ და ვიღაცისთვის ნამდვილად ესე რომ ვთქვათ საჭირო არის, იცით რა არის? აქ თქვენ გეხმარებიან, მე არ ვიცი ახლა ეს ნამდვილი რეალური ოჯახი არის თუ შეიძლება ვიღაცას არ წყავს ოჯახი, მაგრამ საგვარეულო ხაზი, ხო? გეხმარებათ. ხანდახან არის ესეთი მომენტი, შეიძლება თქვენ არ გყავთ მართლა ვინმე, მაგრამ ითხოვოთ დახმარება თქვენი საგვარეულო ხაზიდან. არ აქვს მნიშვნელობა გარდაცვლილი, მე რა, გარდაცვლილები იცი როგორ ეხმარებიან ცოცხლებს, მოდი ასე რომ ვთქვათ. ძალიან სასაფლაოზე მარტო ცუდი რაღაცები კი არ კეთდება ხალხო. ძალიან კარგი რაღაცები კეთდება, აი წარმატების მოსაზიდი. ერთ-ერთი თუნდაც ის არის, აი თქვენს გარდაცვლილთა რომ მიხვალთ და აი თხოვე უბრალოდ დახმარება. ოღონდ მარტო თქვენსაც გაესაუბრეთ, იმიტომ რომ ეგ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ და ეს მოქცევის წესებზე ადრე ვისაუბრეთ, რა ვიცი, ახლა ვეღარ მოვასწრებ, მე მგონი აღარ იტვირთება მე და ძალიან ბევრი ვიდეო რჩება აუტვირთავი, რომ იცოდეთ. ვერ ვტვირთავ ხო და ამიტომ სხვა თემაში ვისაუბრებ. აი მაგ მოქცევის წესებზე შეგახსენებთ, ხო? მაგრამ თქვენს გარდაცვლილთან შეგიძლიათ თუნდაც, ხო? თუ კი არავინ არ აკყავთ და ვიღაცა ესეთი ცხართ აქ, უბრალოდ ითხოვოთ დახმარება რა საკითხშიც გინდათ და აუცილებლად დაგეხმარებიან. აუცილებლად. აქ მეფიქსირდება კიდეც. რატომ მოგეზრდათ თუ უკვე ითხოვეთ, არ არის გამორიცხული. აი როგორ არის, ის სწორი მიმართულება უკვე უნდათ, რომ თქვენ ზუსტად იპოვოთ. პოულობთ კიდეც, თქვენ უკვე გახართ სწორ გზაზე, იმიტომ რომ პირდაპირ ბედნიერებით დაიწყო, ჩემო კარგო, რა ვიცი, აქ თხოვდებით, ოჯახს ქმნით. ეს უკვე ბედნიერება არის. ეს კომბინაცია, ახლა აქ რაც დაფიქსირდა, ეს არის ბედნიერება. ეს არის ბედნიერება. კი ბატონო, მოდი ნახოთ აბა კიდევ 1-2 არკანში რა მოვა. არა, ისე არ მინდა ჩავიფიქროთ, აი კიდევ რა დაფიქსირდება, რა წარმატება. აქ ეს არის ეს კაცი. ცვლილება, არა, ეს არის ცვლილება. ეს ცვლილება, აღდგინება. იგივე რაღაც წრეზე დავბრუნდით, ესენი არ გვინდა.
იგი იმიტომ რომ იგივეს ვერ გავიმეორებ და არც არის საჭირო, მაგრამ აქ მე გეტყვით რომ აი სტაბილური მდგომარეობა ეს ყველაფერი წარმატება, მოდი ასე რომ ვთქვათ, ძალიან დიდ სიძლიერეში გადადიხართ, ამას იგებნობთ, რა ვიცი, ქონების თუ ფულის დაგროვება გინდათ, თუ რაღაცის შესაძლებელია ყიდვა გინდათ, მაშინ სახლის ხო, ესეც არის, ან რაღაცას ყიდულობთ აქ. ეს ყიდვა, ეს შეგროვება, ეს ყიდვა არ არის. თუ ნაყიდი გაქვთ და თანხას აგროვებთ, მაშინ ეს შეგროვება არის, ასე შეიძლება, იმიტომ რომ ეს ყიდვა, აწიყიდვა, ეს არ არის. ეს არის უფრო შეგროვება, რაღაცა, ესე რომ ვთქვა, დიდი გარკვეული თანხის მაშინ. ან ქონების, ნახეთ, რაღაცის შეგროვება უფრო. კი ბატონო. მაინტერესებს აქ. აქ თქვენ შესაძლებელია რაღაც თქვენი ინტუიცია რას გეუბნებათ, შინაგანი ხმას მოусმინეო, აი ესეც წამოვიდა. შეიძლება ვინმე ეზოთერიკული კუთხით ჩაერიეთ, შეიძლება უბრალოდ ინტუიცია რაღაცას კარნახობთ, დასრულდაო. всё, ეს უკვე ან არ გამოვა, იცით რა არის, თითქოს შეგრძნება რაღაც აი თითქოს სწორად რომ იყვები რამეს და მე მომენტალურად იფიქრო რომ რაღაცა ვითომ დასრულდა, აქ არ დასრულებულა, მე ამის თქმა მინდა. არავითარ შემთხვევაში თანაც, იმიტომ რომ აქ იქნება ძალიან დიდი წინსვლა, აი ალბათ რომ არელოდებით მაშინ გექნებათ ეს. იმიტომ რომ ეს არის უკვე აღორძინება, ეს არის განვითარება, ეს არის სწორი მიმართულება, გადასვლა. ახალი რწმენა შესაძლებელია, თუ რწმენა არ ქონდა, დაკარგეთ რაღაც, რა ვიცი, ხო არის რომ აი რაღაც გაქვთ აქ, შეიძლება ვინმეს მართლა მიმართეთ, ან არ ვიცი რა საკითხი ეს ახლა თქვენ დაფიქრდით, ინტუიციურად გრძნობთ ამას, რომ რაღაცა შეიძლება არ გამოვიდა, ხო? გეგონათ რომ სწორად მიაგენით ან ვინმეს ეზოთერიკოსაც ხო ახლა ხანდახან არის რომ აარჩევთ ვიღაცას და მე გონია შევცდი, ხო, იტყვი, მაგრამ არ შემცრად ხართ აქ ვისთანაც ხართ. ან რაღაცას აკეთებთ, შეიძლება ეს ქვეცნობიერია თქვენი უბრალოდ ინტუიციურად გრძნობთ. პირიქით სწორი მიმართულება, ეს არის ცვლილებები, გადასვლა, აღორძინება. წარმატებისკენ, რა თქმა უნდა. კიდე ხო, კარგი, მოდი დავსვათ და ისე თორე ისე რაღაცები მესაუბრება. რას მოგიტანთ კიდევ ეს ყველაფერი? სიმშვიდეს ჩემო კარგებო. სრული განკურნება, მე ასე გეტყოდით, აქ ძალიან კარგი ცვლილება. ეს ამ შემთხვევაში ეს არის შესაძლებლობები. მე ასე გეტყოდით, რომ აქ თქვენი რაღაც ცნობიერი იზრდება კიდევ უფრო მეტად, რა ვიცი, ახლა თავიდან თითქოს არ დამფიქსირებია მე აქ რომ ვინმე კოლეგა მისმენდეთ, მაგრამ ეხლა ბოლოში თითქოს ისე ფიქსირდება, რომ არ არის გამორიცხული აქ რაღაცა იხსნება თქვენში და შეიძლება თუ ძალები ქონდათ დაკარგული, მაშინ გიბრუნდებათ, ესეც შეიძლება, ხო? ესეც შეიძლება არის, რომ ხანდახან ადამიანები, მოდი ასე ვთქვათ, ეზოთერიკულ სივრცეში რაღაცა ან ინტუიციას რაღაცა კარგავენ ამას დროებით რაღაცა საკითხების გამო, დარღვევების გამო. აქ აუცილებლად იქნება ესა ცვლილებები, იმიტომ ეს იყო რაღაც შესვენებითი მომენტი, იცოდეთ. ალბათ უნდა დაგესვენათ, ალბათ უნდა გაჩერებული ყავით. ან ნახეთ, შესაძლებელია ისეთი მომენტი იყო, რომ უნდა დავუშვათ გაზრდილიყავით, ესეც არის. კი ბატონო, რაღაც შეხედულებები უნდა შეგცვლოდათ დაუშვათ. და აქ პირიქით ეს უკვე ცვლილებას ნიშნავს. ცვლილებები. ბედის ცვლილება და საბოლოოდ ეს ბედის ცვლილება, იმედი ახლა კარგი არკანით დაასრულება, როგორი იქნება ეს ბედის ცვლილება. აი მე კარმოლე. რა არის ეს? ეს რა არის? შეცდომას ხო არ უსვამთ რა
პირიქით თქვენი, მაგრამ ეს აბა რა არის? პირიქით აქ როგორ შეცდომა კი არა, რაღაც არ ვიცი, როგორ იცი, არის კიდევ ახლა ბედის ბორბალი ხო ერთია და უშუალოდ წარმატება ხო ერთია. ეს არის რაღაცა გრანდიოზული წარმატება პირიქით, არ ვიცი, აქ რავი, ოქროს გლობუსი მოიპოვებს ვიღაცა თუ ოქროს გასაღებს მოიპოვებს რაღაცა, აი პირდაპირ ესეთი ბედის ცვლილება ძალიან კარგი, მაგრამ ეს რა არის? მან ნახე ეს რატო დაფიქსირდა. და არის ეს კრიზისი რა მხრივ? რა? ეს რაღაც თქვენი ტკივილია. ეს ემოციური ფონი ხო დაფიქსირდა ერთი მომენტი. ეს არის თქვენი ტკივილი, რასაც ქრონიკულად განიცდით. თუ ქრონიკული დაავადება აქ ვინმეს თქვენ არ გაქვთ, მაშინ ეს არის ქრონიკული ტკივილი. საიდანაც ვერ გამოდიხართ. თითქოს შეეცდებით, მაგრამ მერე ისევ იმედგაცრუებული რჩებით, ეს არ მომეწონა. რა ეშველება ამ თემას? ყველანაირად გამართლება ამას რა ეშველება? კომუნიკაცია ეშველება. კომუნიკაცია, მტყობა აქ რაღაც იცით რა ეს მეგობარის მიტოვება შეიძლება? ვინმესთან ჩხუბი გიწევთ? ეს რაღაც გარე საკითხით შეიძლება ბევრთან იყოს, ცოტა არ მომწონს ეს დაფიქსირდა იმდენ ყველაფერი იდეალურად და ვიღაცა ესე რომ ვთქვათ, ეხლა მოდი ასე გეტყვით, არის ესეთი რაღაცა გზაში რო შეგხვდება ვიღაცა და ან ხანდახან ესე რომ დაგიკომენტარებენ უაზროდ თუნდაც გარეშე პიროვნება და მოგიშლის ნერვებს, არ არის გამორიცხული ესე საერთოდ ამ თქვენს ცხოვრებაზე მე რაც ვისაუბრე, აქ არაფერი ამას კავშირი არ აქვს, მაგრამ არის პარაზიტი, მოდი ასე ვთქვათ, ხო და ეხლა პარაზიტებისთვის არსებობს დუსტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დუსტი. მოდუსტოთ და მოისროლოთ იქეთ. ხო, იმიტომ რომ ყველაფერი დაფიქსირდა აქ იდეალურად ახლა და უცებ ვიღაცა პარაზიტი გამოხდა და რა ვიცი კარგით გადავამოწმოთ ნახოთ. არგანები შემიმიადო. მან ნახე რა პრობლემა იყო ეს რა არის. იმეს უსამართლოდ ხომ არ ეკცევით თქვენ. ცოტა აქ მე რაღაცები შემეეჭვა. მან ნახე რამე ბუმერანგი ბრუნდება თქვენთან უკანან. კარმა რამე გაკვეთილებს გადიხართ ისევ რამე ბრუნდება ცოტა. ბუმერანგი კი არ ბრუნდება ხალხმა, აქ არის რაღაც ცოტა ფსიქოლოგიური თემა. ემოციური მომენტები რაღაცას ძალიან განიცდით და ეს სანერვიულო არის. კარგი, მაშინ რა პრობლემა იყო ეს, რაც დაფიქსირდა? რა საყურადღებო აქ? რა პრობლემა იყო ეს, რაც დაფიქსირდა? არა, ეს არის თქვენი შინაგანი რაღაც ტკივილი, რომელსაც ვერ აშუშებთ. ვერ აშუშებთ.
ან ვერ ინელებთ, ვერ ივიწყებთ, რაღაც არის აქ მომენტალურად, რომელიც აი როგორ არის შლეიფივით, რაღაც მოყვებათ აი ეს ტკივილი. რომელიც აუცილებლად არის გადასალახი, ხო, თქვენი მხრიდან. აქ უკვე თქვენ უნდა იმუშაოთ ამ იმაზე, რომ ეს როგორ არის იცით, საკუთარ თავი უნდა განკურნოთ. მე ასე გეტყოდით, რომ არაფერმა არ მოახდინოს ისე ამაზე იზრუნეთ, ეს არის გასათვალისწინებელი უკვე რჩევა და დავამთავრებთ, რომ ვეღარ ამტვირთავ. არაფერმა ისეთი გავლენა არ მოახდინოს თქვენზე, რომ ხასიათი გაგიფუჭდეთ, რომ რაღაც ამხელა წარმატებები, რაც იმასკენ ეს შეცვალოს ემოციური ფონი, საკუთარ თავის დანახვა შეიძლება რაღაც, ხო, მე რაც გითხარით, თავისუფლებდი იმ ტოქსიკურ რაღაცეებიდან, შეიძლება უშნო კვებიდან, ხო, არასწორი რეჟიმიდან, ამან კიდე გავლენა არ მოახდინოს თქვენთან. იმიტომ რომ აქ პირდაპირ ეს უკვე არის გაფრთხილება აქ რომ ნახეთ აღადგინე საკუთარ თავი. მედიტაცია შეგიძლია მიმართოთ, ვის რა გჯერავთ, ვის რა გწამთ, თუ დასვენება გინდათ დაისვენეთ. აი ეს მეტად მოვარეთ საკუთარ თავს. საკუთარ თავის მოვლაზე გადადით. პირდაპირ ეს მიფიქსირდება აქ რატომღაც ეს არის თქვენთან პრობლემა. აქ რაღაცას თქვენ ისე განიცდით, რომ მე მოდი კარგავთ, მოდი მაგ მომენტს მე არ ვიცი ახლა არ გეწყინოთ, არ მინდა ვინმეს გაწყენოთ, მაგრამ კი ეს მომენტი არის აქ. ამიტომ გააკეთეთ ეს. გადადით და აუცილებლად ძალიან კარგი წარმატება გექნება თქვენ აქ საკუთარი თავის მოვლაზე, ყურადღება მთლიანად უნდა გადაიტანოთ. აღადგინეთ თქვენი თავი. ნახეთ, მედიტაციები გჭირდებათ, რამე პატარ-პატარა წარმატების პრაქტიკები გჭირდებათ, დასვენება გჭირდებათ, ნახეთ, როგორ არის მასაჟი გჭირდებათ, რა ვიცი, სპორტდარბაზი გჭირდებათ. ეს თქვენ თვითონ ახლა დაუკვირდით თქვენ თავს, რა გჭირდებათ, დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, რა გჭირდება, როგორ დაგეხმარო, ნახეთ, თქვენს თავს უნდა კითხოთ ეს, რომ აი მე რომ მივაღწიო დავუშვათ აი ამ წარმატებას ფორმაში ჩავდგე, თუნდაც უფრო მეტი მომხიბვლელი ვიყო. ამისთვის რა გავაკეთო, რა გჭირდა თქვენი თავი, თქვენი ორგანიზმი აუცილებლად გიპასუხებთ და ეს არის ზუსტად საკუთარ თავის დაფასება, სიყვარული და საკუთარ თავის მოვლაზე გადადით. აი ეს არის ჩემო კარგებო. აქ რატომღაც მაგ მომენტები მიფიქსირდება, მე აქ ფსიქოლოგიურად გარყავთ, მე ის და მე საკუთარ თავსთან ცოტა ალბათ საკეშო დაინახავთ არქ სიამოვნებთ, რაღაც ესეთი მომენტია. ნახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოყვებათ რაღაცა ისეთნაირად, რომ რისგანაც უნდა განთავისუფლდეთ აუცილებლად, უნდა დავასრულოთ, ორი არ აიტვირთება და აუცილებლად გექნებათ თქვენ ძალიან კარგი წარმატება, ძალიან კარგი თანაც, ძალიან კარგი. მე გისურვებ წარმატებებს და გემშვიდობებით.